წელზე 1 სექტემბერს გვაქვს მზის დაბნელება, რომელთაც იხურება დაბნელების დერეფანი, იმიტომ რომ 7 სექტემბერს ქონდა მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოში, ეხლა იქნება მზის დაბნელება ქალწულის ზოდიაქოში. ჯერ სანამ ზოდიაქოებზე გადავალ, ჯერ აგიხსნით, რას მოასწავებს ეს დაბნელება, რა ენერგია შეიძლება შემოიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ცნობიერებაში. მთვარის დაბნელება ვიცით, რომ ხა რაღაც ძველი მიდის ჩვენგან, ან ფიზიკურად მიდის, ზოგჯერ ადამიანები მიდიან, ზოგჯერ სიტუაციები მიდის, ზოგჯერ შეიძლება რაღაც ჩვენ გვინდოდეს, რომ ურთიერთობაში ძველი პატერნები დავასრულოთ და რაღაც ახალი დავიწყოთ. შეიძლება ემოციურ დონეზე იყოს და არა ფიზიკურ დონეზე. შეიძლება რაღაცეების გადაანალიზება მოხდა, მაგალითად წინა დაბნელებებზე, რა გვაქვს შესაძლებელი ცხოვრებაში, ან რაღაც მაგალითად მნიშვნელოვანი არის მთვარე რომელ სახლში გადიოდა დაბნელების მომენტში და ამ სფეროებში გვიწევს რაღაცების გაშვება. ან რაღაც ემოციების ტრანსფორმაცია, მოდი ესე ვთქვათ, ხო, გადაპროგრამება. აი მზის დაბნელებას უკვე შემოაქვს რაღაც ახალი ჩვენ ცხოვრებაში, რაღაც ახალი უნდა დავიწყოთ, რაღაც ახალი შეხედულებები შეიძლება შევიქმნათ. ურთიერთობებშიც ახალი ფაზა არის ხოლმე დასაწყები, გინდ უბრალოდ ძველ ურთიერთობებში, ხო? რაღაც არის გასახლებელი, რაღაც ახალი არის შესატანი, იმიტომ რომ ძველი უბრალოდ აღარ იმუშავებს. აი ეს ყველაფერი არის ძალიან ინდივიდუალური და როგორც წესი პირად რუკაში ჩანს ხოლმე რა ხდება. სანამ გავიგებთ ახლა პირადი რუკით, თქვათ, ჯერ უნდა გითხრათ რა ასპექტებს ქმნის დაბნელება ქალწულის ზოდიაქოში. წინა თუ იყო მთვარე თევზებში და დაბნელება თევზებში და ძალიან ახლოს შეერთებაში, აღმავალ კარმუკვანს ნაბოლოო. აღმავალი უკვე აქტიურობდა მიუხედავად იმისა, რომ მთვარე რაღაც პროცესს ასრულებს, აღმავალი კვანძი აქ ქმნიდა პირიქით, რომ შემოგვეტანა ჩვენ ცხოვრებაში ემოციური მხარე. თევზები გრძნობები არის, ემოციები არის, ფსიქოლოგიური მუშაობა არის, ოცნებები არის და ეხლა აღმავალი კარმული კვანძი არის ზუსტად ოპოზიციაში მზესთან, ანუ მზე და აღმავალ კვანძს უერთდება ქალწულის ზოდიაქოში. სატურნი და ნეპტუნი არის მზესთან ჩართული და მთვარესთან, ეს უკვე ძალიან ცვლის ისტორიას. ქალწული ჩვენთან არის ასოცირებული, რამდენად შეგვიძლია პრაგმატული გეგმა დავდოთ იმისთვის, რომ თევზური ენერგია ჩვენი ოცნებების რეალიზება მოვახდინოთ. ქალწული ეს არის რა უნდა დავგეგმო იმისთვის, რომ ის ჩემი სურვილები განხორციელდეს. ქალწული ყოველთვის შრომას მოითხოვს, ყოველთვის დაგეგმვას მოითხოვს და აღმავალი, როდესაც არის ახლა თევზებში და დაღმავალი არის ქალწულის ზოდიაქოში, ეს არის კარმული კვანძები, როდესაც აღმავალი გვეუბნება რა არის პირიქით ახლა გასახსნელი და თან რო დაბნელება არის ქალწულში, ეს გვეუბნება რომ თან პრაგმატულები უნდა ვიყოთ, თან რაციონალიზმი უნდა ჩავთოთ ყველაფერში, თან შრომა უნდა ვისწავლოთ იმ სახლში, რომელიც სახლიც არის ჩვენთან აქტუალური, ხო, იმ დაბნელების მომენტში.